თქვენი აზრით ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო? არა. არა. არა გონია. არა. ალბათ იყო კი. ალბათ იქნებოდა, კი. ლიბერალი იყო, მაგრამ პატრიოტიც იყო და შერწყმული იყო ერთმანეთს. აი მე ვერ გაგცემთ ამბობებას. მე მიმაჩნია ეს პიროვნება დიდ ქართულ მამულიშვილად და მე ვერაფრით ვერ ვიტყვი იმას ცუდს ილიაზე, იმიტომ რომ მით ფაქტიურად საზრდოობდა ერი. კარგი გაგებით, რასაკვირველად, ჩემი აზრით კარგი ლიბერალი ნამდვილად იყო, მაგრამ არა ის დღევანდელი გაგებით და არა მაშინდელი გაგებით. თქვენი აზრით ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო? ახლა ადამიანებიც ხარი რაღაცა თქვი. ილია ჭავჭავაძე. არც ისე. იცი რა, იმდროინდელი ყოფიდან გამომდინარე, არაფერთ არ იქნება. მაშინ ლიბერალი ვერ იქნებოდა ადამიანი. ვერა. ილია ჭავჭავაძე თქვენი აზრით ლიბერალი იყო? არა. და მას რო ესე მოიხსენიებდნენ, საერთოდ ახლა ნათქვამი როცა რაღაც პატარა სიმართლე არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ უნდა მიაყენო ისა შეურაცხყოფა რა. დიდი კაცია და სირცხვილია. ლიბერალი. ეროვნული მოღვაწე იყო ილია ჭავჭავაძე. შენი აზრით? არა გონია. რატო ესე კონკრეტული ლიბერალი? არა, უბრალოდ კაცმოძულე იყო. მეც ლიბერალი ვარ, არ ვარ არც ჰომოფობი და ყველაფერს ისე უყურებ, რომ ლიბერალურად და ჩემი აზრით ილიაც ესეთი იყო, იმიტომ რომ ყოველთვის განვითარებისკენ მიიწევდა მისი გამოსვლები. დავის დავისაგანი, მადლობთ. ილია ჭავჭავაძე ლიბერალი იყო, მოიცა დავფიქრდე ხავი გეტყვით. დიახ, რა თქმა უნდა. დიახ. უკვე რაღაცნაირად სხვენია კიდევაც, იმიტომ რომ მესამეჯერ ამოვდივარ და ერთი კარგი ამბავი ვერ ამოგიტანეთ. ეგეთ კითხვა დავუსვი, რომ იყო თუ არა ლიბერალი ილია ჭავჭავაძე. ნუ ძალიან მცირე ნაწილი ამბობს, რომ კი, იყო. რაღაცა ნაწილი ამბობს, რომ იყო ოღონდ კაი გაგებით. და რაც თავარია, დიდი ნაწილი უბრალოდ გამორიცხავს იმას, რომ თქვენ შეიძლება ყოფილიყავით ლიბერალი ერის მამა და ამხელა საზოგადო მოღვაწე. არა და ჩვენ ვიცით, რომ მაშინ თქვენ საქმიანობას ესე აფასებდნენ, სულ ლიბერალს გეძახდნენ შეურაცხყოფისთვის და ახლა წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ილია ყოფილიყო ლიბერალი. არ ვიცი. ძალიან დასაფიქრებელი ამბავი არის, მაგრამ მე ახლა გაჩერებას მაინც არ ვაპირებ, კიდე გავაკეთებ გამოკითხვებს, რომ ეგება როგორმე კარგი პასუხებიც მოგაწოდოთ აქ და ამჯერად ძალიან დიდი ბოდიში. დროებით.